ეხლა ვიპასუხოთ რა. დილის 6 საათამდე სპეცრაზმი, მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოსთან გავითარებული მოვლენები, სპეცრაზმი არ გამოსულა პერიმეტრიდან და არ მოქმედია. ეს თავარი კითხვები ისმებოდა პროგრამის განმავლობაში. პირველი პასუხი ნახეთ. ის რაც ეკრანზე თუ შეიძლება რა, თუ შეიძლება ვინვის არბევს. სირცხვილია უბრალოდ. თქვენგან ამაზე ლაპარაკი არის დიდი სირცხვილი რა. ხულიგნებს ხელს არ აკავებს. ეს არის არა მართლა მაინტერესებს უბრალოდ. ეს არის თქვენ არის წოს თქვენში ეს შეკითხვა. ეს არის უთამოყარეო დემაგოგია, რასაც მე თქვენ ხარ თქვენგან ვისმენ რა. იმიტომ რომ მე ლაპარაკებით შეურაცხყოფაზე, როცა ესეთ სიტყვებს აჟღერებს. ეს არის უთამოყარეო დემაგოგია. თქვენი ხელისუფლება, არ ვაპირებთ თქვენგან ლანძღვა როდესაც ჩვენსკენ იშოს ხელს ძალის გადამეტებაზე, ეს არის დემაგოგია. ეს არის დემაგოგია. არა, ეს არის პოლიტიკური ძალის, ეს არის პოლიტიკური ძალის მიმართ შეფასება. ასე რომ მან გააგრძელა ნაციონალური მოძრაობა, არ გავაგრძელებს საუბარს თქვენგან. გასაგებია. ნაციონალური მოძრაობა ახერხებს დიახ უთამოყარეო დემაგოგიის გზით თავის პასუხისმგებლობა მოიქცეს ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებით ვანდალებს. რუსთაველის გამზირზე თბილისში, ქუთაისში მერიის წინ აქეზებდით ადამიანებს, რომ მეტი ძალა გამოიყენებიან და ის ხალხი, ვინც იქ იყო შეკრებილი, მათ იცოდნენ რას აკეთებდნენ, რაზე მიდიოდნენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაღმართეს ხელი და თქვენ ამ დროს აკეთებდეთ განცხადებებს, ოდიშ ვიხდი. ამის თმას ვაპირებდი და ნუ არ მაცლის ეხლა ამის თმას. მე ჩემთვის ასრულია 7 ტონალობით ვისაუბროთ, მაგრამ ოდესაც გვარცდება შეფასებები და ცდილობთ 26 მაისი ჩვენ გადმოგვამისამართოთ, ეხლა აქედან გვითხოვთ ჩვენ დავარბიეთ თურმე მიტინგები, მშვიდობიანი მომიტინგეები ძალიან გთხოვთ რა ამას ვერ გავატარებთ.